გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა გამოვეხმაურო ბაჩო ოდიშარიას ერთ პატარა განცხადებას, რომელიც იმდენად მოეწონა პოსტივის ანალიტიკის გუნდს და პოსტივის ანალიტიკის მთავარ რედაქტორს თვით შალვა რამიშვილს, რომ გაქარდეს კიდევაც, ანუ ხოლმე სტატუსად არ იკმარეს და გაქარდეს. გემახსოვრებათ კარიკატურად ქცეული ის ვიდეო კინოთეატრ ამიათან დამართულ აქციაზე ხანში შესული კაცი რომ აცხადებდა ეს ფილმი თუ გავა კინოთეატრში მე სახლში ცოცხალი არ წავალო. დღეს იმავე კაცმა სიონში პარაკლიზზე საპროტესტო ლოზუნგი დაიყვირა და იგივე ლიბერალურმა ბაბალმა რომლისთვისაც ის იყო რუსი ბნელი მოძალადე დასაცინი და სალანძღავი გმირად გამოაცხადა. ხო და თქვენ ალბათ ნახავდით იმ ვიდეოს, როდესაც მეუფეშიოს ვიღაცამ იმართა წირვის დროს რომ დრო არის რომ ხელისუფლებამ თავისი დანაშაულისთვის აგოს პასუხიო და ის გაიყვანეს იქიდან მე გავარკვიეთ რომ ეს კაცი წაუყვანიათ და სასაფლაოზე დამტოვესო პოლიციელებმაო განაცხადა ეს და ამას გამოეხმაურა ბაჩო ოდიშარია რომ ესე იგი მაშინ ამას ბნელად თვლიდნედო და ეხავ ამ საპროტესტო ლოზუნგის გამო გმირად გამოაცხადეს. თქვენ თუ გგონიათ ეხლა რომ ბაჩო არიცის რომ ინტელექტუალურად არაგულწრფელი არის და ფარსი არის, რასაც აი ამ სტატუსში წარმოგვიდგენს, ძალიან ცდებით, ძალიან კარგად იცის ყველაფერი. საქმე ისაა, რომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი, რომელიც იმავე იდეებით არის ალბათ შეპყრობილი, რაც ადრე ჰქონდა და ახლაც იგივე სიტყოდა, რომ ეს ფილმი თუ გავა კინოთეატრშიო, ცოცხალი არ წავალო და ისევ ეცდებოდა, რომ შეჭრილიყო იმ კინოთეატრში და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს დანაშაულზე, იმ დანაშაულებსაც გულისხმობს ალბათ რაც საერთოდ ყველას მიუოჩნია დანაშაულებად, მაგრამ ალბათ ისეთ დანაშაულებასაც გულისხმობს რომელიც მაგალითად ჩემთვის შეიძლება სულაც არ იყოს დანაშაული, ან შეიძლება სულაც არ იყოს სიმართლე. აი მაგალითისთვის სამართლიანობა ასევე მოითხოვს აღინიშნოს, რომ ზვიად ტომარაძე, რომელთანაც ძალიან ბევრი ადამიანს, რომელიც პროდასავლური კურსის ცვლილების გამო აკრიტიკებს ხელისუფლებას და აპროტესტებს, არანაირი ღირებულებითი თანხმედრა არ აქვს, მაგრამ ამ კაცმა გამოთქვა პრეტენზია იმაზე და გააკრიტიკა ხელისუფლება იმაზე, რომ არაპროპორციულად დასაჯეს ელენე ხოშტარია. ანუ ესეთი თანხმედრა ამ შემთხვევაში ზვიად ტომარაძის ნაირ პიროვნებასთანაც ჰქონდა საპროტესტო მუხტით განწყობილ მოსახლეობას და ეს ყველაფერი გმირად გამოცხადება კი შეიძლება ვიღაცა მართლაც გამოაცხადა გმირად და რაღაც მომენტში შეიძლება იყოს კიდევაც გმირობა ის, რომ მაგალითად მაღალ საეკლესიო იერარქს, სადაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრიც იყვნენ, რაღაცა შესძახა საპროტესტო ლოზუნგი. ეს აღნიშნავს ერთადერთ რაღაცას, რომ მოსახლეობის ძალიან ბევრ და მრავალფეროვან ფენაში არის პროტესტი ამა თუ იმ თემაზე და როგორც აღნიშნე ზვიად ტომარაძის მაგალითმა გვაჩვენა ის, რომ ბევრ რამეში ასევე შეიძლება თანხმედრა იყოს, მიუხედავად რაღაცა ღირებულებითი განსხვავებულობისა ამ ყველაფრის და ამიტომ როდესაც პროპაგანდა გვიხატავს ხოლმე იმას, რომ თითქოს ვიღაცა 2-3 აკაცუკი არის შეწუხებული მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების მანკიერებით, აი ეს აქტი, რომელიც განხორციელდა ამ ადამიანის მხრიდან, ნათლად ასახავს იმას, რომ იმ დონეზეა მისული ხალხში პროტესტის მუხტი სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა მიზეზით, რომ სხვადასხვა ღირებულებითი ჯგუფები ბედავენ, რომ თავისი ფორმით გამოთქვან ამ შემთხვევაში მაღალ საეკლესიო იერარქიასთან და თანამდებობის პირებთანაც და წამოიყვნენ ესეთი. ამას აღნიშნავს, აქ არის ამ თუ რამე გმირობა არის ამ ყველაფერში, ეს გმირობა არის ის, რომ ამ ხალხს აქვს პროტესტი და ამ პროტესტს ვეღარ მალავთ. და აი ამ თემის ესე დახატვა რომ ეხლა გამოაცხადეს გმირად იმათმა რა ქვია ლიბერალებმა. ეს არის ტყუილ რელსებზე გადაყვანა ამ თემის. მე ეჭვი მაქვს, რომ იქ სადაც ამ დონეზე არის მისული უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, ვეღარ მოახერხებთ ესეთი იაფფასიანი განცხადებებით ამ დისკუსიის, აი ამ რელსებზე გადაყვანას, რომ ხა ლიბერალებს ადრე ბნელი ეგონათ და ეხა გმირია. არავინ არ ჭამს მაგას.